წინაპირვილ მეორე ნაწილში დაახლოებით გავიგეთ თუ ვინ იყვნენ სელტები და დრუიდები. ახლა ქრონოლოგიურად მივყვებით საკითხს, ანუ ესენი იყვნენ მისტიკოსები, ანიმისტები და მათ ჰქონდათ განსაკუთრებული და საოცარი ტრადიცია და მითოლოგია. იულიუს კეისარი იპყრობს გოლს, გალიას. ეს ხდება ჩვენ წელით აღრიცხვამდე პირველ საუკუნეში, როდესაც დაიპყრო და დაამარცხა ვერსანჟეტორიქსის, ასე ვთქვათ, მებრძოლებისგან შემდგარი არმია. მათ მოილაპარაკეს იულიუს კეისარმა და ვერსანჟეტორიქსმა მოილაპარაკეს, რომ გალები უნდა დაეტოვა ხელუხლებელი და არ ვიცი, რამდენად ჩანს. გაიგრძელებინა ამ ხალხს თავიანთი ტრადიციული ცხოვრება. რომ საოცარი. თუმცა მოხდა ისე, რომ რომაელებმა თავდაპირველად არა, თავიდანვე არა, შემდეგ მოგვიანებით დაიწყეს დრუიდების დევნა, მათი ხოცვა და განადგურება და მათი ტრადიციების წარმართულად გამოცხადება. რომაელებს სურდათ, რომ გოლებს, ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს სრულიად შეეცვალათ თავიანთი მსოფლმხედველობა, თავიანთი ტრადიციები და გადასულიყვნენ რომაელების, ასე ვთქვათ, რელიგიაზე. რაზეც რა თქმა უნდა დრუიდები იყვნენ კატეგორიულად წინააღმდეგი, რის გამოც ისინი გახდნენ დევნის მსხვერპლი. იულიუს კეისარს განსაკუთრებით ეშინოდა დრუიდების, მათი ცოდნის და მათი განუზომელი შესაძლებლობების. იმ პერიოდში დრუიდები, რა თქმა უნდა, ცდილობდნენ, რომ შეენარჩუნებიან თავიანთი ტრადიცია, მაგრამ ზოგიერთ მათგანს მოუწია დაეტოვებინათ გოლი და გადასულიყვნენ სხვადასხვა მოსაზღვრე ტერიტორიებზე. არსებობს გარკვეული მოსაზრებაც, რომ დრუიდებმა არა მხოლოდ მოსაზღვრე ტერიტორიებზე გადასვლა შეძლეს, მათ გადაკვეთეს აგრეთვე ხმელთაშუა ზღვა და საერთოდ შეიცვალეს ტერიტორიები, წავიდნენ ბევრად უფრო შორს. ზოგიერთი მათგანი წავიდა პალესტინისკენ. კადრები, რომელსაც გთავაზობთ, გადაღებულია ლიონში, ლიონ ხუთში. ეს არის ფურვიეს ბორცვი, მთელი ქალაქი ხელისგულივით მოსჩანს აქედან. სწორედ ეს არის რომაელების ყოფილი ქალაქი, ნანგრევები, ამფითეატრი სამ შემთხვევაში, რომელსაც ერქვა ლუგდუნუმი. ეს არის გოლებისა და რომაელების ეპოქა, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნე. სხვათა შორის ლიონში საუკეთესოდ არის შენარჩუნებული ამფითეატრი, რომელიც თავის დროზე 20,000 მაყურებელს იტევდა. გაგრძელება იხილეთ მომავალ ნაწილში. მადლობა ყურადღებისთვის.